ისევ მე-6 კლასელებთან ვარ და ისევ 1 ლარის ამბავს ვამბობთ. სიტუაცია კი ასეთია. შენ ძალიან გინდა ბოტასების ყიდვა და არ გაქვს ფული. არ მაქვს ფული. ამისთვის მიდიხარ შენ ზორ მეგობართან და ართმევ თანხას. თითოეული მათგანი გაძლევს 25 ლარს. რამდენი ლარი გაქვს? 50 ლარი გაქვს, ხო? კი ბატონო. კლეთ, დემე. შენ იყიდე ბოტასები, რომელშიც გადაიხადე 45 ლარი და 5 ლარი დაგიბრუნა გამყიდველმა ხუთს. აი რა 5 ლარი? შემოგვიდა მეგობარი, რომელიც ეუბნება რომ მას ესე 3 ლარი. მოგა რამდენი ლარი გამოაქვს? 3 ლარი ასე ხემებია. და მოგახირდება რომ მალე დაუგებო. მომესია? მეგობარი მალე დაგეწო. რამდენი ლარი? შენ გადაწყვეტე რომ შენი ვალი შეგემცირებინა რამდენი ქონდა ამათი ვალი? 25 ლარი. თითო ლარი დაუბრუნე ახლა. ეხა 25 ლარი. 24 ლარი დარჩა თქვენი ვალი. ხომესია? ნამდვილად ეს? დავაანალიზოთ ახლა სიტუაცია. დემეტრეს ფერსაცმისთვის ჭირდებოდა ფული. მან 25 ლარი ისესხა მეგობრებისგან, ჯანში 50 ლარი ხოლმე. შემდეგ წავიდა 45 ლარი. შეიძლება ფერსაცმები ფულდა დარჩა. რამდენი? 5 ლარი. შემდეგ მეგობარმა თოლა რომ გახოცებიო 3 ლარი მას ეწეო და 3 ლარი მისცა ლუკა. დემეტრეს დარჩა 2 ლარი და გადაწყვეტა თავისი ვალი შეემცირება. თითო ლარი დაუბრუნა გიორგის და მეორე გიორგის მეორე ლარი. ახლა ვინ დარჩა? დემეტრეს ვალი აქვს რამდენი? 48 ლარი აქვს ჯამში ვალი. და უნდა მას დაუბრუნებს 3 ლარი. 48-ს ემატება 3 ლარი გამოდის 51. 51. აიდან გაჩნდა 1. აუ ისე. რეალურად დემეტრეს მანამდე ჰქონდა რამდენი ლარი? 50. ეხლა 51. მას 44 ლარი. მას ზუსტად ისე და რაც გადაიქცა. ის მოკლედ ეს ამოცანაიცი თქვენ და თქვენ გითხრათ მას ეს აი პასუხი. და 45 ლარი. 5 ლარი დარჩა, შემდეგ ამას 3 რომისა უნდა დაიბრუნებინა მას. ის 2 ლარი რომისა გამოვიდა 47 ლარი. ხოდა 50 ლარი მას. ბოტასი და 50 ლარი. იოცი გიორგის ის